მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, რომელსაც მადლობა იმის, რომ გამოზარდეთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მითხრობთ გადაცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის, ასევე წმენდებისთვის და სანთლებისთვის მომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც უთითებ ვიდეოების ქვემოთ. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, მოკლედ ხშირად არის ხოლმე თხოვნები და მოკლედ გავაკეთოთ ესე და დღეს არის თუ არ ვცდები 15 უკვე, მე მგონი 15-ია და 15-დან 20 აპრილის ჩათვლით გავაკეთებ დიაგნოსტიკას, ანუ სრული დიაგნოსტიკა, ყველა სფერო იქნება 70 ლარი, ხოლო ერთი კონკრეტული პირადი ურთიერთობები იქნება 50 ლარი. მოდით ესე გავაკეთეთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რაც შეეხება დღევანდელ გასვლას, მინდა გავაკეთო წერილი სამყაროსგან. ნახოთ, აბა რა წერილს გვთავაზობს სამყარო, რისი თქმა უნდა სამყაროს და შევხედოთ. გავაკეთოთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მოდით იყოს ესეთი წითელი ბუმ და ესეთი ყვითელი ბუმ. ნახოთ, წერილი სამყაროსგან. იმედი აირჩიეთ, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, მე მეგრეს მოდით გადავდებ, არ შეგიშალოთ ხელი. რა წერილი აქვს სამყაროს? წერილი სამყაროსგან მოვიდა დრო, რომ მიიღოთ რაღაცა ძალიან დიდი ემოციები. ემოციები, რომელიც ძალიან გჭირდებათ, ხო? ანუ მოვიდა დრო იმისთვის, რომ თქვათ პირობითად ვიღაცები თუ გეგმავდით ცოტა მოგვიანებით შვილს, შეიძლება ითქვას, რომ მოვიდა ამის დრო. რა წერილი აქვს სამყაროს თქვენთან? თქვენს გარშემო, და თქვენთან მოდის ადამიანი, ხა ეს კონკრეტულად თუ უკვე ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში, გეტყვით, რომ აქ მოდის რაღაცა ახალი ეტაპი თქვენი ურთიერთობის, მაგრამ ვინც არ არის პარტნიორულ ურთიერთობაში, აქ არის ის წერილი, რომ მოდის თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. ეს ადამიანი არ არის თითქოს მზად რაღაცა ესეთი მზად კი არა, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ არ იცის როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობები, არ იცის როგორ უნდა იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში, ხო, არიან ესეთი კატეგორია ადამიანების, ხო, რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არის რაღაცა ემოციურადაც გამოცვლილი და უბრალოდ რაღაცნაირად ეშინია შეიძლება ის რაღაცა მომენტები, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ რისი თქმა უნდა სამყაროს და რა აქვს სათქმელი თქვენთან, რა წერილი აქვს, ეს არის მომენტი, როდესაც მორჩა დამთავრდა ის შეზღუდვები და ის პრობლემები, რასაც ერქვა, თქვათ, მარტო ყოფნა და თქვენს ცხოვრებაში შემოდის ურთიერთობა, მართალია შეიძლება ეს ურთიერთობა მოგეჩვენოთ ძალიან ისეთი, რო იტყვიან, ეს ღამაკლდა კიდე ეხლა შეიძლება ეს მომენტიც თქვათ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი რთულია, როდესაც ადამიანმა არ იცის როგორ უნდა მიუდგეს, ხო? ყველას არ შეუძლია, ყველა არც ქალბატონს შეუძლია მამაკაცთან რაღაც ისეთი კომუნიკაცია და ესეთი გახსნილი ვერ არის და ვერც მამაკაცები არიან, ხო? არ არის ესეთი მომენტი. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი მოვა რაღაცა მიხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ესეთი დაბნეულია, ეს ადამიანი თქვენთან მოიტანს რაღაცა საინტერესო ემოციას, სასიამოვნო ემოციას, ხო? თქვენს ცხოვრებაში სრულდება მარტოობის მდგომარეობა, თქვენს ცხოვრებაში სრულდება დატყოფნა და შემოდის პარტნიორი. ეს წერილი უნდა და პირველი ვარიანტისთვის სამყაროს ეთქვა, რომ მოემზადეთ, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ ეს ადამიანი, შეიძლება რაღაცა ცოტა დაბნეულათაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ვინც თქვენს მარტოობას, ასე ვთქვათ, დაასრულებს, ხო, ვინც შეძლებს და თქვენს გულს გაახარებს, ემოციას მოგცემთ, ხო, რომელთანაც შესაძლებელია რაღაცა შვილების მდგომარეობაც იყოს, ხო? თუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის უკვე ის ურთიერთობაში ხართ და ჩვეულებრივად გაქვთ ურთიერთობა, აქ ჩვეულებრივად გრძელდება ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება
ვერ იგებდეს როგორ უნდა გააკეთოს, ეს ადამიანი მაინც საბოლოო ჯამში მაინც მიიღებს რაღაცა გადაწყვეტილებას, აი რო იტყვიან, რომ რაც არის, ეს არის, რაც მაქვს, ეს მაქვს და რა ვიცი, მოდი ცადოთ, ხო? აი რაღაც ეს მომენტიც მოდის, რომ აი არ მაქვს ვთქვათ რაღაცა ვილა არ მაქვს რაღაცა ძალიან მაგარი მანქანა, მაგრამ და არც რაღაცა ის შესაძლებლობები, მაგრამ მოდი ვცადოთ, ხო? აი რაღაცა და ეს შესაძლებელია თქვენთვის რაღაც ესეთი სასიამოვნო ემოცია იყოს, სადაც აი მიუხედავად ყველაფრისა მე დავიპყრობ შენს გულს, ხო? აი რაღაც ეს მომენტი და ეს თქვენთვის გახდეს ძალიან ესეთი კარგი ემოციების მომტანი. ძალიან სასიამოვნო პირველი ვარიანტი, გილოცავთ. თუ ელოდებოდით პარტნიორს, აკერ მობრძანდება, თუ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში და არ წყვიტავ და კი გადაწყვიტავ საბოლოო ჯამში. მეორე ვარიანტი რა ხდება? ოჰოჰო. რა ხდება, რას გეუბნებათ სამყარო? სამყარო გააქვს თქვენთან ესეთი წერილი, რომ თქვენს გარშემო არის ძალიან ბევრი საიდუმლოებები. ისეთი ადამიანები, რომლებიც არის სანტუოები არიან, შეიძლება ითქვას, ხო? ადამიანები, რომლებსაც შეიძლება თქვენი რაღაც მომენტში თქვენი წარმატების, თქვენი სიძლიერის შურდეს, განსაკუთრებით მამრობითი სქესი. არიან ადამიანები, შესაძლებელია აქ რაღაცა გიმალავდეთ კიდევაც თქვენი პარტნიორი, ან უბრალოდ თუ პარტნიორი არ ყავს, ყოველ შემთხვევაში აქ არის ის მომენტი, რომ თქვენი შეიძლება იყოს უფროსი, ხო, რაღაცა სამსახურებრივი კუთხით თუ წავა. ან ნახეთ, თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად, ესე ვიტყოდი, თქვენთვის თქვენთვის ინფორმაციას მალავდნენ, ხო? შესაძლებელია ეს რაღაცა იყოს ესეთი მატერიალური კუთხითაც, ხო, რაღაცა ადამიანი ერთ გეუბნებოდეთ და ამ დროს საერთოდ გეუბნებოდეთ, რომ თქვათ ფინანსები სჭირდება, რომ კომუნალური არ ჩაუჭრან და ამ დროს შესაძლებელია ადამიანი სასმელში ან რაღაცა სხვა თრობის საშუალებაში იხდიდეს თანხას, ან უბრალოდ თამაშობდეს, ხო? აი ნახეთ, თქვენს გარშემო, ნახეთ, სამყარო გეუბნებათ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც იპარავენ თქვენს ენერგიებს, რომლებიც არ გეუბნებიან ბოლომდე სიმართლეს და რატომღაც ცდილობენ, რომ სამწუხაროდ თქვენ, ესე ვთქვათ, დაგაჯერონ, თქვათ იმაში, რომ თქვენ გეჩვენებათ, მაგრამ აქ ყველაფერი რიგზია, ხო? კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ თუ პარტნიორულ ურთიერთობაში ხართ და არ იცით ჯერ ადამიანის ცხოვრების მდგომარეობა, შესაძლებელია, რომ მესამე პირები არსებობდნენ აქ და ზუსტად აი ამას გატყუებდეთ ეს ადამიანი და თუ გპირდებათ, რომ დღეს ხვალ გაგაცნობთ სამეგობრო წრეს და მთელ ამბავს შესაბამისად ვერ გაგაცნობთ, იმიტომ რომ აქ ოჯახიც ამოდის, პარტნიორიც ამოდის, ღალატის მდგომარეობაც ამოდის და ნახეთ როგორი მომენტია. მეორე ვარიანტი, კარგად გადახედეთ თქვენს გარშემო სიტუაციებს, იმიტომ რომ აქ აშკარად სამყარო გეუბნებათ და გიგზავნით იმ წერილს, რომ თქვენს გარშემო და შესაძლებელია ისეთი ადამიანები ღალატობდნენ, რომელიც ვიღაცისთვის მოდით ესე ვიტყვი, რომ შესაძლებელია მეუღლეც კი ღალატობდეს რა, მოდის ეს ინფორმაცია სამწუხაროდ. ასე რომ აქ კარგად დააკვირდით ყველაფერს, აქ დრო მოვიდა იმის, რომ ფარდა აეხადოს, ხო? მოვიდა დრო იმისი, რომ გაამჟღავნდეს საბოლოო ჯამში. შეიძლება გავთ კიდევაც რაღაც პატარ-პატარა ინფორმაციები, მაგრამ უბრალოდ აი არის ხოლმე, როდესაც ადამიანები სამწუხაროდ თვალს ხუჭავთ, ხო? თვალს ხუჭავთ იმასთან ერთად, რომ უბრალოდ არ გვინდა რეალობას შევხედოთ, არ გვინდა რეალობას თვალი გავუსწოროთ, მაგრამ სამყარო გიგზავნით ამ წერილს, რომ მოვიდა დრო თვალი გავუსწოროთ ყველაფერს და მიიღოთ გადაწყვეტილება, ხო? რა, როგორ და რანაირად. სად მიყავთ თქვენი ცხოვრება, ხო? საბოლოო ჯამში ყოველ შემთხვევაში ეს არის აუცილებელი და ეს ამომიტრიალდა კიდევაც გადაწყვეტილება, როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება, ხო? აი საბოლოო ჯამში სადმე თუ არ ყავთ პარტნიორი და თქვათ ეს პირობითად
რაღაცა ისეთი მომენტი არის, აქ შესაძლებელია, რომ ხო გეუბნებით იყოს ისეთი მომენტი, რომ თქვენს გარშემო ადამიანები არიან, რომლებიც რაღაცა ბლოკავენ თქვენს წარმატებას, თქვენს წინსვლას, ხო? აი რაღაც ადამიანები, რომელთაც რაღაცნაირად შურთ, შეიძლება ითქვას თვალს იღებთ აქედან გამომდინარე, თუ ყავთ პარტნიორი, ну შესაძლებელია, რომ მალავდეს ურთიერთობას. აი, ნახეთ, ყველას თავისი ინდივიდუალური მომენტია, ყველამ თავისი ინფორმაცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ხო, აქ გაშლაში, ასე რომ აი სამყაროს უნდა რომ გითხრათ, რომ აქ არის დაფარული ბევრი ტყუილი შეიძლება ითქვას თქვენს გარშემო. ეს როგორც სამსახურში, ისე პირადში, აი ნახეთ, აბსოლუტურად შეიძლება თქვენი უფროსიც გპირდებოდეთ, პირობითად ვთქვათ, ურთიერთობას არ უყუროთ და სამსახურების უყუროთ, ხო? თქვენი უფროსი გპირდებათ, რომ აი ახლა ოღონდ ეს პროექტი ჩამახურინე, ოღონდ ახლა ეს გამაკეთებინე, მთელი ღამეები ათენებთ, თქვენ ამ ყველაფერში მთელ თქვენს რესურსებს და დაგავიწყოთ, რომ იქ ვთქვათ, ოჯახი ყავთ, მშობლები ყავთ, ზოგ შვილები ყავთ, ზოგს ანუ ყველას ყველაფერი ავიწყდება, ოღონდ აი ახლა ეს პროექტი ჩავხუროთ და შენ თქვა დაგაწინაურებ, ხო? ანუ კარგად აფიქრდით, შეიძლება თქვენ ღამეები ათენოთ და უბრალოდ მერე გითხრან, რომ იცით რა, თქვენ ამ პოზიციაზე ვერ განგიხილავთ, იმიტომ რომ იქ ვიღაცა მოვიდა, რომელსაც თქვენზე ან მეტი გამოცდილება აქვს, ან უბრალოდ ახლობელმა მთხოვა და სხვა გზა არ მქონდა. ამიტომ აი აქ თქვენს გარშემო მეორე ვარიანტი ბევრი მატყუარა და ბევრი ბლეფი, ხო, ესე რომ ვთქვათ, ცოტა ჟარგონულად. ძალიან ბევრი ესეთი ადამიანია, რომელიც პირში გიცინით და რო იტყვიან ზურგს უკან შესაძლებელია სამარეს თხრიანა, მაგრამ ერთადერთი რაც ძალიან კარგია, აქ მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, რომ სამყარო აი ამ სიტუაციას აუცილებლად გაგახსნევინებთ, აუცილებლად დაგანახებთ ამ სიტუაციას. ну, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ვთქვათ, უსმინოთ ტაროს და ქედან დააკავშიროთ სიტუაციები, ხო, ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ რაღაც გადაწყვეტოს თავის პირადი ურთიერთობებთან მიმართებაში რაღაცა გამორკვევა და გამორჩევა, ну, ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს, მაინც აგეხილებათ თვალი. თქვენს გარშემო მოხდება ესეთი სიტუაცია, რომელიც მიგახვეტრებთ, რომ აი ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როდესაც მე მოვტყუდი და თურმე არ უნდა მქონოდა ესეთი დიდი ნდობა, ხო? აი რაღაც ეს მომენტი მოდის სამწუხაროდ. მე რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგანს გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, ყოველივე საუკეთესოს. ავიცი, რაც ნაკლები მატყუარა ადამიანი იქნება ჩვენს გარშემო, მით უკეთესი და მიცა სიამოვნო, უკეთესეთი გამოვიდა წერილი სამყაროდან და კიდევ ერთხელ ბედნიერებად თოვლ თქვენთაგანს და დროებით.